მოგესალმებით, ეს კინოპოდკასტია, ნიკოლოს ხომასურიძე, ლაშა დარდაგანი ვსაუბრობთ კინოზე. გამარჯობა ლაშა, მშვიდობა და სიყვარული. ძალიან მიხარია, უკვე კინოპოდკასტი ნომერი 2 მიდის და ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება დღეს. ჩვენი პირველი სტუმარი არის ესე ვაკო კირკიტაძე, ბოლოს სეზონი და ძალიან მიხარია, რომ შემოგვიერთდა ჩვენი ძმობილი და არაჩვეულებრივი პიროვნება და შემოქმედი და შემდეგი სტუმარიც ასევე ძალიან ჩვენთვის საყვარელი მსახიობი და ბოლო სეზონის მთავარი გმირი იქნება, მაყურებელი ნახავს ცოტა ხანში და ვაკოც გვერდება, ვაკო სამწუხაროდ არ იმყოფება, სამწუხაროდ არა, უბრალოდ არ იმყოფება, მაგრამ საბედნიეროდ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის მხარეს და შემოგვიერთდა და მინდა მოგილოცო პირველ რიგში ესეთი ძალიან კარგი, ხარისხიანი, პროფესიონალური და ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ბოლო სეზონი და გვინდოდა კიდევ ერთი წარმატებული სეზონი. ჩვენი პირველ გადაცემაში მხოლოდ ორნი ვიყავით მე და ლაშა ეს საქმიდან გამომდინარე იყო და გვინდოდა რომ პირველ გადაცემაში ვყოლოდა ისეთი სტუმრები რომლებმაც ძალიან დასამახსოვრებელი პროექტი შექმნეს და ამ შემთხვევაში კინოსერიალი ბოლო სეზონი ჩვენთვის ორივესთვის შევთანხმდით რომ არის ძალიან სამაგალითო პროექტი რომელიც დებს ხარისხს კარგ მიდგომას საქმისადმი და აი ამაზე გვინდა ვისაუბროთ და ძალიან მიხარია რომ ეს შენ ხარ რა და ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მინდა მოგილოცო ეს ამბავი და ძალიან ბევრ კარგ წარმატებულ და ბევრად უფრო მასშტაბურ პროექტებს გისურვებ. როგორ შეიქმნა ბოლო სეზონი? დავიწყოთ თავიდან. როგორც სტანდარტულად დავიწყოთ ახლა საიდან წამოვიდა იდეა? ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ პირველ რიგში და ბატონ დათოს ჩემგან ძალიან დიდი სიყვარული, იმიტომ რომ მართლა ძალიან დავმეგობრდით და ბევრი რამე ვისწავლე მისგან, როგორც პროფესიონალისგან, მათ შორის როგორც მსახიობმაც უკვე და არა მარტო როგორც მსახიობმა, რა ძალიან ბევრი რამე მართლა მასწავლა ამ ადამიანმა და ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა და დარწმუნებული ვარ ძალიან სასიამოვნო საუბარი გელოდება წინ და ცოტა მშურს. და რამდენი ხნის წინ დაიბადა ფაქტურად 3 წლის წინ ასე გამოდის ხო დაახლოებით. ხო, დაახლოებით 4 წლის წინ იყო ეს, როცა პირველად კრისტალბეთის წარმომადგენლები მოვიდნენ ჩვენთან და გითხრეს რომ არიან სპონსორები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, რომელიც ჩვენი საფეხბურთო ლიგაა, იმის რა ქვია და ამის პოპულარიზაციისთვის უნდათ გაკეთება მხატვრული კონტენტის რა და მე ვილაპარაკეთ რომ თავიდან ფილმი გვინდოდა, მე შევთანხმდით რომ ყოფილიყო სერიალი და დავიწყეთ ამის მომზადება. დავიწყეთ ნოლიდან ყველაფერი, ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ძალიან ისეთი პროცესი გაიარა ამ ყველაფერმა რომ ბევრი რისერჩი გავაკეთეთ, ბევრ ადამიანს შევხვდით, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ჟურნალისტებს, თვითონ კრისტალ სპორტის ჟურნალისტებმა ძალიან ბევრი რაღაცები მოგვიყვეს და ამ ერთიანი მოკლედ იმითი რა ქვია ინფორმაციით მივედით აი ამ რაღაც პირველი სეზონის ფაბულამდე, რომელიც პირველი 2 სეზონს გადაყვა და მე უკვე მესამე სეზონში ახლიდან დაიწყო ყველა რაღაცა ის კარტეხილი, რასაც გუნდი გადის. და შენ ხარ რამდენიმე რეჟისორი ხართ, ხო? შენ ხარ რეჟისორი, სცენარისტი, მთავარი პროდიუსერი ამ პროექტის. არც ერთი ჩვენ რაღაცა ერთ საქმეს არ ვაკეთებთ რა, რომ აი როგორც შენ თქვი რომ პროდიუსერიც ვარ და თამაშობ თქვა სხვაც აკეთებს იგივეს, თქვა სიტყვაზე გიორგი ქობალია ფერსაც ასწორებს, იქ გიგა სცენარს ასწორებს, ყველამ სათითაოდ თითო სერია დავწერეთ და ოპერატორიც კი გური გოლიაძესთან ერთად არის გიგი სამსონაძე, მაგრამ გური გოლიაძე ბრეინსტორმინგშიც ჩართულია ხოლმე რა, როცა ამბავს ვფიქრობთ, როცა გმირებზე ვლაპარაკობთ, ანუ არც ერთი მთლიანი გუნდი მოკლედ არის შეკრული და მოტივირებული რომ რაღაცა პროდუქტი შექმნა და მთელი ჯგუფი ხარ ჩართული რა გუნდი რა. კი და დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი საქართველოში ჩემი აზრით. ამ ესეთი მეთოდით მუშაობდით ჩვენ მანამდეც რა, როცა ერთად მუშაობთ ხოლმე. არც ერთი თქვათ ადამიანი რომელიც არის ამ ჯგუფში, თქვათ ჩემთან ერთად არის თაზო ნარიმანიძე, გიორგი ქობალია, გიგა ბაინდურაშვილი, ნიკა გუგუშვილი, გური გოლიაძე, ნოდარ მარშანიშვილი. იმდენად ვიცნობთ ერთმანეთს, იმდენად ვიცით რა მოგწონს, რა არ მოგწონს,
ძალიან კარგი და სასიამოვნო პროცესია ეს brainstorming-ი რა. აი გადანაწილებული გაქვთ ესე კარგად პოზიციები, ძალიან კარგია და ეთყობა კიდევაც ხარისცეც და მე ასევე მუსიკას გამოვყოფთი, აი ბეთხოს შემოქმედება, ძალიან კარგად მიყვება მუსიკალური ხაზი იმ განცდებით სავსე სცენებს, რომლებიც პარალელურად კი, ტიტრებიდან დაწყებული მუსიკაც რო შეყავხარ. მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კარგად აწყობილი მანქანაა და მექანიზმი გააკეთეთ, რაც ნამდვილად დასანახი და დასაფასებელია. ხო, ბეთხოზე აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ძალიან კარგად ჩაერთო პროექტში და სხვა შორის ბეთხოსთან ანამდეც გვიმუშავია, ბეთხოსთანაც მებოსთან და ყოველთვის აქვს იმის უნარი, რომ კადრის მიხედვით კადრსო დაინახავს, ზუსტად ხვდება მელოდიას რა, რაც ვთქვათ, კინოკომპოზიტორისთვის შეიძლება ძალიან კაი კომპოზიტორი იყო, მაგრამ კინოკომპოზიტორი ვერ იყო კარგი რა და ბეთხოს ეს ძალიან კარგი უნარი აქვს, რომ შეუძლია მუსიკით მოყვეს კადრები და პირიქით კადრებს მოუხდინოს ეს თავისი მუსიკა და პირველად როცა მოვიდა ბეთხო და მებო ჩვენთან რაღაც პირველი თვარწები 3 სერია გქონდა თუ 2 სერია აღარ მახსოვს ეს 3 სერია ვნახეთ და ახლოვით ვილაპარაკეთ როგორი წარმოგვედგინა მუსიკა და პირველივე დრაფტი აი შავი დრაფტი რასაც ქვია რომ გამოგზავნა მანდ მივხვდით რომ ეგ იყო ის მუსიკა რაც თავარი საუნდტრეკი უნდა ყოფილიყო ბოლო სეზონის რა იმდენად ზუსტად იყო ხასიათი დაჭერილი მთლიანად სერიალისაც და ყველაფრის. ვაკო, ეხა როგორც სპორტზე გადაღებული სერიალის, ფილმის, მრავალსერიანი ფილმის პროდიუსერ შემოქმედს მინდა გკითხო, თუ გახსენდება ფეხბურთზე გადაღებული ფილმები. აი მე მაგალითად ძალიან ბევრი ფილმი მინახავს ამერიკული ბეისბოლზე, ამერიკულ ფეხბურთზე, კალათბურთზე, მაგრამ აი ამ ფეხბურთზე, ჩვენ ევროპულ ფეხბურთზე ძალიან იშვიათია და ერთი მახსენდება ჯონ ჰიუსტონის გაქცევა გამარჯვებისკენ, სადაც პელე თამაშობს. პელეზე არის სერიალი, ანუ მარადონაზე დოკუმენტური ფილმია. არა, მხატვრულ ფილმს ვიძახ. ხო, იცი რა არის, ბევრი ფილმები არც მე არ მახსენდება, იმიტომ რომ მე მგონი რთული არის ზოგადად ფეხბურთს გადაღება, თუმცა რამდენიმე მაშინ ძალიან ბევრ ფილმებს უყურებდით, როცა მუშაობდით ამაზე. მარტო ფეხბურთზე არ უყურებდით ამერიკულ ფეხბურთზეც, კალათბურთზე, ზოგადად სპორტულ სერიალებს და განსაკუთრებით გვაინტერესებდა და ყველაზე მეტად გვეშინოდა როგორ გადაგვეღო ფეხბურთი. იმიტომ რომ როგორც კი კამერა ისეთ ადგილას შეგვყავდა, სადაც მაყურებელი არ არის შეჩვეული, რომ კამერა უნდა იდგეს, იმიტომ რომ ფეხბურთი ძალიან მასიური სპორტია და კონკრეტულ რაღაცა კადრებს ხარ შეჩვეული, რომ კონკრეტულ რაკურსებს უყურებდა. როგორც კი ისეთი რაკურსი ჩდება აი ამ ფილმებში, რაც აი ძალიან ახლო ხედი მაგალითად ფეხების ფინტის ან რაღაცა როგორც კი ესეთ შეფთებში გადადის, იქნება ილუზია, რომ ამ მონტაჟით ცდილობ შენ დამალო იმ სახიობის უნარი, რომ ვერ თამაშობს ფეხბურთს. ან ეტყობა ხოლმე, რომ ეს ფეხები და ის ადამიანი სხვადასხვა, იმიტომ რომ ფეხის მოძრაობა და ტანის მოძრაობა დიდად ერთმანეთს არ ემთხვევა და მოკლედ ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ აი ეს რეპორტაჟული პრინციპი არ დაგვერღვია და კამერების პრინციპი მუშაობის ის არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ისე ვიღებთ ამ ფეხბურთს, რომელიც როგორც რეალურად რეპორტაჟის დროს ნახავდი რა, არ შეგვყავს კამერა არც ერთხელ ისეთ ადგილას, სადაც რეალურად არ შეიძლება რომ იდგეს. კი და ამ ყველაფერს ჩემი აზრით ძალიან კარგად აცოცხლებს დიმა ობოლაძის ხმა. კი, ყური მიჩვეულია და ყველაზე ძალიან რაც აი მე თვითონ როგორც ამ ერთ-ერთ ავტორს ამ სერიალის მახარებს ხოლმე არის რომ როცა იდება YouTube-ზე live-ზე ეს სერიალი უყურებ ხოლმე live კომენტარებს რა და ამ live კომენტარებში ისე გულშემატკივრობენ გუნდს როგორც აი ნამდვილ ფეხბურთის გუნდს გულშემატკივრებს თავის გოლ და აუგეხოცები გაიტანეთ. ასევე გამოსაყოფია მხატვრული ჯგუფიც ჩემი გადმოსახედიდან ძალიან კარგად არის შერჩეული ის ადგილები, სადაც გადასაღები სცენები ხდება, დეკორაციები, როგორც ფილმის მხატვრობა, ასევე კოსტუმები რა და ჩვენი დიდი პატივისცემა ამ ჯგუფსაც. ბექა თაბუკაშვილთან ერთად და მის გუნდთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს გაკეთებული და სასიამოვნოა ხოლმე ბექასთან მუშაობა იმ კუთხით, რომ არის ტიპიური კინომხატვარი რა, ანუ ზუსტად ხვდება რეალობას, ზუსტად ხვდება ჟანრს, ზუსტად იცის რა უნდა შეიტანოს კადრში, რა არ უნდა იყოს და
მართლა ძალიან კადრებით ყვება რა ამბავს და თავისი საქმით იცის როგორ უნდა მოყვეს ამბავი და ყველაზე სირთულე რაც არის რომ ამდენი ლოკაცია რომელიც მეორდება სიტყვაზე პირველი სეზონი და მესამე სეზონამდე როგორ შეიძლება რომ გადაახალისოს რაღაცა პატარ-პატარა ელემენტებით და პატარ-პატარა დეტალებით. ნუ ჯერ ყველაზე დიდი გამოწვევა ის იყო რომ ეს პროექტი თბილისში უნდა გადაგვეღო რა კონკრეტულ სტადიონზე და რაღაცა იქ აღმოჩნდა რომ რაღაც ტექნიკური პრობლემების გამო იმ სტადიონზე ვეღარ ვიღებდით და უცებ მოგვიწია ფოთში წასვლა რა აი სადღაც ერთ კვირაში გადაწყდა რომ მივდივართ მთელი ჯგუფი ფოთში ახლა ეს ამხელა გადაკეთება არის და მანდაც დამავიწყდა ახლა მხატვრების ისა რომ ნოლიდან აი სადღაც შევიდნენ აბსოლუტურად სხვა სივრცეში სადაც არ იყო არც კაბინეტი არაფერი ანუ არაფერი არ ქონდა და უცებ მოაწყეს იქ რამაზის კაბინეტი ძალიან ენით აუღწევა და ცოტა დროში და ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს. მოკლედ რა მთელი ყველა დეპარტამენტმა ძალიან კარგად შეასრულა თავისი მიმართულება. კი და სამსახიობო ანსამბლზეც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ მერაბ ნინიძე, თემიკო ჭიჭინაძე, ჯუტა სხირტლაძე, რეზო ჩხიკვიშვილი, დათო დარჩია, ბახალა არის ხო? ბახალა კი კასტინგ მენეჯერი მერაბის როლში და კი და რაც თავარია დავით დვალიშვილი. საოცარი და ბატონი რამაზი დავითმა გაგვიმხილა რომ შენ რომ მოვიდა შერჩევაზე შენ თურმე თავიდანვე იცოდი რომ ეგ უნდა ყოფილიყო და მე განვითარდა როგორც მთავარი როლი თუ როგორ იყო ეს რომ მოგვიყვე როცა დაიწერა რამაზის როლი ბატონი დათო დვალიშვილი უნდა მოსულიყო კასტინგზე უბრალოდ ახლა კასტინგს ამას არ დავარქმევ უფრო იყო რაღაცა მასთან და გასაუბრება უნდა ქონოდა რა რომ წაეკითხა როლი და მისი თან მსახიობთან ერთად უნდა გაგვეარა მეორე მსახიობთან ერთად და მე ჩამოწერილი მქონდა რაღაცა კომენტარები რა რომ აი მაგალითად აი ამას რო იტყვის მე ამას მე შესწორებას აი ამას ვეტყვი და ზოგადად ეგრე ვაკეთებ ხოლმე რომ სცენარში უთითებ ხოლმე სცენარზე ვაწერ რომ აი სად შეიძლება იმპროვიზაცია სად შეიძლება ეს სიტყვა ისე ხო არ თქვა თან რაღაცა ცოტა მეტი და რომ მოვიდა ბატონი დავითი და რო გავიარეთ ეს პირველი სცენა ყველა ეს კომენტარი რაც კი უნდა მეთქვა ყველაფერი გათვალისწინებული ქონდა უკვე თვითონვე რა იმდენად დამუშავებული იმდენად ესე კარგად გმირი მე მგონი არ მოხდენია არავის და ერთადერთი რაც ის გამიჩნდა რა ქვია გზნობა რომ მეთქი ჩავეხუტები ახლა თქო დააპლიუსე ხო და რაღაცა გავიგეთ რომ თლად ისე ვერ მთავრდება როგორც შეიძლება מחურებელს უნდა ახლა შეგვიძლია ვთქვათ რა საკმაოდ სევდიანი დასასრულია მერვე სერიამ თუმცა არ არის მაინც ორაზროვანი დასასრულია ტოვებს იმის ინტერპრეტაციას რომ შესაძლოა გაგრძელდეს ამაზე ჯერჯერობით მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ცოტა სევდიანი მერვე სერია სევდიანი საკმაოდ სევდიანი მერვე სერია ელოდება მაყურებელს მოკლედ წარმატებები შენ და შენ გუნდს აი ამ უმნიშვნელოვანეს საქმიანობაში. თქვენ გადაცემას რაც ეხება ძალიან კარგია ასეთი გადაცემა რომ წამოიწყეთ. მით უმეტეს ორმა ეგეთმა ადამიანმა რომელსაც კინო მართლა გიყვართ და ზუსტად გესმის კინო და მე პატარა ბავშვი ვიყავი მახსოვს როცა ჩვენ 90-იან წლებში მაშინ როცა არაფერი არ იყო რა დენი ქონდა იმითი რა ქვია გრაფიკით რაღაცა წყალი არ ქონდა საჭმელი არ იყო მაშინ ქონდა ძველი ტელევიზორი რაღაც ესე რომ ეძებდი არხებს. აბუა ჩემი გიждდებოდა ამერიკულ კინოზე. აი შესანიშნავი შვიდეული მე ჩემი მშვენიერი ლედი რომაული არ დადაგები და რაღაცა ეს კასეტები მოკლედ რაღაცა და პირველი რო ჩავდეთ და ხმა არ ქონდა იმას რა ისე გამოვიდა რომ რაღაცა ხმა რაღაცა არ შეერთდა კაბელი და ბაბუა ჩემი იყო იმიტატორი რა და დაიწყო ამის გახმოვანება რა ზეპირად იცოდა და ახმოვანებდა ამ რაღაც კრის სხვა ხმა ქონდა იქ ჩიკო სხვა ხმა ქონდა იქ კალვერა რაღაცა და მაშინ პირველად დავფიქრდი რომ ესე იგი ვიღაცა ამერიკაში რომელიც საერთოდ არ ვიცნობ რაღაცა გააკეთა რომელიც ჩემ ცხოვრებას აბედნიერებს ეხ კი აი იმ პატარა მომენტში მაგრამ და მე თან იმასაც მაჩვენებს რომ იცი რა კეთილი ადამიანს შეუძლია რომ გაიმარჯოს ბოროტებაზე და მე მოტივაცია მაქვს რომ აი ამ რაღაცა
საშინელებიდან გამოვიდე რა და მე თვითონაც мотиваცია გამიშთა რომ მოდი მეც მოყვები ამბებს და მეც ვიღაცას გამოვიყვან ესეთი მდგომარეობიდან და ეგ არის კინო რა. დიდი მადლიერება ვაკო ეს საინტერესო საუბრისთვის. კი და სანამ შემდეგ სტუმარს შემოვიყვანთ სტუდიაში, შეგვიძლია ბოლო სეზონის რამდენიმე ფრაგმენტი ნახოთ. ღირსება ის კი არ არის. აი გავალ ახლა მიდელს, გახვალ და მე რა. ღირსება ის არის იქედან როგორები გამოვალთ. კაცები, რომლებმაც დაძლიეს შიში, რომლებმაც აჯობეს საკუთარ თავს. თუ კაცები, რომლებიც შეეგუენ დამარცხებას. თქვენ გონიათ გადაგივლით ეს არ გადაგივლით გადით მინდორზე როგორც კაცებს შეფერის რომლებიც შემართული არიან გამარჯვებისთვის კამერა, ბოლო სეზონი დავით ვალიშვილი. დაპირებისამებრ ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობი დავით ვალიშვილია ჩვენი სტუმარი და საუბრობთ ბოლო სეზონზე. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. მშვიდობა და სიყვარული ბატონო დავით, გამარჯობა, დიდი მადლიერება რომ გამონახეთ თქვენი ძვირფასი დრო და ესე გვესტუმრეთ. ჩვენთვისაც ყველასათვის ძალიან ძვირფასი საყვარელი როგორც მსახიობი, ასევე პიროვნება ბრძანდებით და იმპათია რომ ესე ერთად ჩვენთან პირველი გადაცემა არის, რომელიც სტუმრებთან ერთად ეს სულ მეორე გადაცემაა და ძალიან გვინდოდა რომ ეს წარმატებული პროექტი მე ძალიან მომწონს ბოლო სეზონი, სამივე სეზონის ყველა სერია მაქვს ნანახი და სადაც თქვენ არაჩვეულებრივად ასრულებთ თქვენს როლს, რამაზ რაზმაძის როლს და ასევე შემოქმედებით ჯგუფმაც ძალიან კარგად იმუშავა და მაღალი ხარისხის სერიალი შეიქმნა, რაც ასე ჰაერივით მნიშვნელოვანია ქართული კინო და ტელე და თელი ინდუსტრიისთვის. ბოლო წლებში არც მახსენდება ამაზე უკეთესი თუ რამე შექმნილა და სამწუხაროდ კინოთი განებივრებულები არ ვართ და ეს არის პატარა მრავალსერიანი კინო. კი, კინო სერიალი. მადლობა შემქმნელებს ამისთვის. კინოს ხერხებით იღებდნენ ბიჭები რო იღებდნენ ეს არა საფნის ოპერა და ეს არა. ამიტომაც კინო ხერხებით აგადაღებული. თქვენ გმირზე გვინდა რომ ვისაუბროთ. კი ბატონო. და ასევე თქვენს შემოქმედებით კარიერაზეც რა და როგორ გადაწყვიტეთ მსახიობობა? რამ განაპირობა თქვენი მსახიობობა? იცი, ჩემ დროს ესეთი ფილმები გამოვიდა ბაშიაჩუკი, მამლუკი ჩემი გამორჩეული ფილმი. და შესანიშნავ ლია ელიავა, ესეთი ყველა ოთარ გუბერიძე. მაგარი მაგალითები ყავდა. საოცარი მაგალითები მედო წინ და არ შეიძლება და არ გაგჩენოდა სურვილი. ასე რომ მაგალითები ბევრი იყო წინ. და ინდუსტრიაც უფრო განვითარებული იყო, ბევრი ფილმი იყო. და საოცარი იყო, როცა გადავწყვიტე ამის და სახში თქმა მეშინოდა, იმიტომ რომ არ იყო ახლა მიღებული მსახიობი, ექიმი გამოდიდა რაღაცა ფული იშოვე და რაღაცა თავი ერჩინო, ამაზე იყო ქართველობა გადასული და ახლაც მასეა პრინციპში. და ვთქვი სახში ძალიან მოწიწებით. და მამაჩემმა თქვა, კი მამო, მითხრა. რა მაგარია? ხო. ჩვეულებრივი ადამიანი იყო, აი ესეთი რკინიგზელი კაცი იყო, სამტრედიაში ცხოვრობდით მაშინ, ხო. დედა დიასახლის და არაფრით გამორჩეულია. მე თბილისში ვითამაშე მე ყვარყვარეთ უთაბერი. დედაჩემი ცოცხალი იყო. ერთ მაცხონოს და სპექტაკლს აესწრო. ეხლა რატო ვყვები ამას? სპექტაკლის შემდეგ დედა როგორი იყო მეთქი? კარგი იყო შვილო, ისე მამა შენის თამაშობდა ქუჩარასო. ვა, ტყიბულშია. და მე მივხვდი რა იმას რა აწუხებდა, რა ის ქონდა და როგორი იყო. არ ვიცოდი მანამდე, ხო და ამის მერე დედაჩემმა გამიფხილა ეს საიდუმლო და მე მივხვდი რატო დამეთახმა მომაჩემ. ანუ განახორციელებელი ოცნება შვილში დაინახა.
შვენი ახლა სამოყვარულო თეატრები იყო და სამოყვარულო თეატრში თამაშობდა ეთყობა. თეატრით დაიწყეთ და ეხლაც თეატრში ხართ და ათეულობით როლი გაქვთ ნათამაშე, მაგრამ აი კინოში როგორ მოხვდით? 70 წლიდან დღემდე 70 წელს დავამთავრე და იმ წელს დავიწყე მუშაობა ქუთაისში და დღემდე რამდენი წელი ახლა მაგაზე 50-ზე მეტი. 50-ზე მეტი და 15 გამოდის. 55. მეტი სხვა არ მიკეთები არაფერი. ეგა ბედნიერება, გულით რაც გიყვარს იმ საქმეს რო აკეთებ და ემსახურებ. კინოში ახლა ყველასთვის ოცნება იყო კინოში და ქუთაისში გახდით. პირველი 10 წელი ქუთაისში ვიმუშავე და ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ მე მომიწია ქუთაისში და დიდებულ მსახიობებთან ურთიერთობა რაც ქუთაისში თეატრში იყვნენ. საოცარი ერთმა მან მითხრა მსახიობა ჩვენმა მარჯანიშვილის თეატრიო ქუთაისის ქალაქური ვარიანტიაო. გიზო მითხრა სიხარულიძე. და მართლაც დიდი სკოლა გავიარე, ძალიან დიდი სკოლა. რომ მიდიხარ პრინციპში ხერხები ისწავლობ რაღაცას როგორ და მე პროფესიას თეატრში სწავლობ. პრაქტიკაზე სწავლობ. პრაქტიკაში სწავლობ, ხო. ყველაფერში ასეა, მარტო იმაში არა. ასე რომ იქ ახლა ვარ თეატრში თამაშობ და რაღაც წარმატებები რაღაცა ის და მომიდა ვიღაც ქართველი კაცი რუსეთიდან არისო კინოს არჩევო. 79 წელია თუ 78 რაღაცა ესე. სახეობებსო და გადამიღო სურათი და დამიძახეს იქ მოსკოვში იყო ჩემი პირველი თეატრალური ფილმი ხო რაღაც და ქართულ კინოში ერთ-ერთი მე თუ არ ვწდები ერთ-ერთი პირველი იყო მონანიება. კი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონანიება და იყო ზოგი ჭირი მარგებელია. ზოგი ჭირი მარგებელია ხო. მონანიებაში ბედნიერები ვიყავით რომ მაშინ ძალიან ისეთი ფარული რაღაცა იყო რომ აი იღებენ იმას და რაღაცას და სიამაყით ვამბობდი რომ მე მონანიებაში თამაშობ და ვიღებ მონანიებაში. ბანო რეზო ჩხეიძესთან მეგობრობდით და მაშინ რეზო იყო ქართული ფილმის ხელმძღვანელი და მაშინ მაუყვებოდა რა როგორ გავიდა მონანიება რო იყო სცენარო წაიკითხა ძალიან მოეწონა და ეს რო კინოს უფრო მეტი ცენზურა ქონდაო ვიდრე სატელევიზიო ფილმებს და გაფორმებულია როგორც სატელევიზიო ფილმი და სატელევიზიო ფილმს იმდენი ყურადღება აღარ ექცეოდა რომ რაღაცას იღებენ ტელევიზიისთვის და ბოლოს უკვე რო გადაიღეს თან მაშინ აი თვითფრინავის გატაცების ამბავიც ხო გეგა კობახიძეც იყო იქ თავარ როლში და გეგას კადრები ამოჭრეს და მე ახლიდან გადაიღეს გეგას კადრები უკვე და მერაბნინიძე თამაშობს შესანიშნავად და გეგას ერთი კადრი არის იქიდანაც შემორჩენილი პატარა თუ სწორად მახსოვს კი არა სწორად მახსოვს მაგრამ რამდენად მართალი არ ვიცი ფილმებზე ბევრი მითები იქნება ხოლმე ასეთი ბრძანება იყო მოსული მოსკოვიდან ამ ფილმის ნახვის შემდეგ რომ დაიწვას ფირი და დახვრიტეთ რეჟისორი და ამას შეეწინააღმდეგა აქედან უკვე მაშინ ჟევარდნაძე და მთელი ქართული ინტელიგენცია არ ვიცი აი რეზომ რაც მოყვა ეს იყო რომ აი ტელეფილმა და აი გაატარეს და ამ რეზომ გაიტანა და კინოთეატრებში არც ყოფილა პრემიერა ტელეპრემიერა იყო 84-ში და 87-მდე არ გამოსულა და ამიტომაც ამდენი წელი რომ თაროზე იყო შემოდებული 87-ში როდესაც უკვე აჩვენეს კინოთეატრებში 1988 წელს წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე. ხო მაინც ოქროს გლობუსზე უცხოური პრესის ამბავია და სადღაცა ნახეს და შეიძლება ვიღაცამ ხმა მისცა და მოხდა წარდგენა იმათი მხრიდან. საუკეთესო უცხოენოვანი არაინგლისურენოვანი ფილმი. ერთი საინტერესო უნდა გითხრათ რაც შეეხება შერეკილებს. ქუთაისში ვარ და უთმათ აწდა რომ აი მოვიდა ელდარი და მოვიდა ჩუპჩიკა იყო ის მხატვარი იყო ისა და რეზო გაბრიელი რაღაცა სპექტაკლი იყო ასეთი აპარაკურნი ჭიმჭიმე რაღაცა ახალი ჩასულიოდი და ახალგაზრდა ბიჭი ვარ 21-22 წლის და ელდარი შემომთავაზა იმაზე პოლიციის უფროსზე გადაღებული მაქვს სურათ ჩაცმული დახურული მაგრამ ჭყინტი ბიჭი ვარ პატარა ბიჭი ვარ მსგავსება ტანსაცმელი ზუსტად იგივე მეცოდი კონდა ტიპაში შექმნილი ორია გენიალურად კაც შესანიშნავად მაგრამ მაინც კონდა ხო აბარა და მე ვიყავი პატარა მაწვილი 73 კილო ვიყავს
სტუდენტი ვიყავი და მერაბ გოგოჩაშვილი სტუდენტი ვიყავი და მისი ფილმის გადასაღებო ედანზე ვათენო აღამებდით ნუცას სკოლის რა. სამწუხაროდ აი ბატონი დავითის თამაშობს იმ ფილმში, მაგრამ ჩვენ რაღაცა ვერ დავემთხვიეთ ერთ დღეს ვერ მოვიდა. ბატონი დავითის სცენების გადაღება არ მინახავს და მე ვნახე პრემიერაზე. ძალიან იშვიათია ესეთი როლი ქართულ კინოში, ესეთი მძიმე სცენებით და მსახიობი რომ მოერიოს ამას და აი მართლა რომ ცხარაცრემლებით ატიროს მაყურებელი. და მინდა რომ გაიხსენოთ ეს ნუცას სკოლის გადაღებები. ახლა ბედნიერება იყო მე გოგოჩაშვილთან მუშაობა და მე სიამაყით ვიყავი აბსოლუტურად და მე თვითონ როლი იყო ისეთი შვილმკვდარი მოუკლავენ ომში შვილს ერთადერთ შვილს და ეს არის იმის უბოსთან мама პარალიჩმა დაარტყა ყვამოქცეულია და დატირის ამ შვილს უსუსური კაცი რომელიც ზაღლივით ცხოვრობდა და ყველას კბენდა ირული არჩა დაცლილი ფოთოლ ჩამოხრილი შემოდგომა მოლეული ხე რაღაცა ისეთი რა კი და ეს გარდასახვა იყო აი სასწაული, იმიტომ რომ ფილმის დასაწყისში ეს პერსონაჟი არის აი ჯანხონით სავსე ადამიანი, აი მისი რომ ეშინიათ აი ის რომ ერთი რომ გამოივლის და უკვე რომ შიშს არსემს ყველას და ბოლოში იყო დაპატარავებული, გატეხილი ადამიანი. რა მწყდება გული იცი, რატო დაიკარგე ეს ფილმი რაღაცა არჩას ან რაღაცა აჩვენონ რა. არ არის ეგ ცუდი ფილმი. საინტერესო ფილმია ძალიან. თემატიკაც ახლა შიგნით ბავშვების თემა ეს არის აი გონებაში ზღუდულ ბავშვთა სკოლა რაღაცა იქ მე ხედრიონია ყაზეთის თემა ხო ეს სამწუხაროდ ხდება ხოლმე რომ კარგი ფილმები გამოდის ცუდ დროს ესეც ხდება ხოლმე ჰოლივუდში ხდება ხოლმე ბევრი ყოფილა კარგი ფილმი გამოსულა და ის იმ წელს არ გამოვიდა როცა უნდა გამოსულიყო და მერე წლების შემდეგ შეიძინა ღირებულება ძალიან მაგარი როლია ქერჩში თქვენი რა აი ეს მომენტი თან ეს დამარხულები რო არიან თავები რო უჩანთ მარტო და ეს როგორ პატრონობს როგორ უვლის მერე ფაშისტები რო შემონა ძალიან ამ ბოლოს რო ეს გადაეკეტება და გადაცხრილავს მე ეს უყველას რა ძალიან მაგარი როლია არც ახლა წახვალთო რეჟისორი და კარგი პროექტი შედგა ეგ რა გენიალურია ის სცენები რო ომის სცენები გადაღება კი ძალიან კარგი მასშტაბური იშვიათად მინახავს ეგეთი მასშტაბური რაღაცა ერთი კაცი დადიოდა თვითონ ლევანი იღებდა თავისი აპარატით და ამას ახერხებდა კაცო და ესე ძალიან ისეთი მონუმენტური ის არის მასშტაბური ფილმია კარგი ფილმია და აი ეს არის განსაკუთრებით ყველაფერი ეგ კარგი იქნებოდა რომ ის ბრძოლის სცენები შეტევის არის გენიალურად გაკეთებული გადაღებული სხვათა შორის აი ბევრი მსახიობი ამბობს თეატრის და კინოს შედარებას არ ვიტყვი, მაგრამ როცა აი რომელისკენ უფრო გიწევს გული, ალ პაჩინოს მაგალითად დღემდე თეატრისკენ უფრო უწევს გული, მაგრამ რამდენი როლიც არ უნდა ითამაშო, როგორი დიადი როლიც არ უნდა ითამაშო თეატრში. აი დამეთანხმებით ალბათ რომ კინოს მაინც სხვა ძალა კინოში ერთხელ გამოჩენაც კი უკვე საერთოდ მასშტაბური ეს ხუთი რო დგას სახში საჭმელს აკეთებს დიასახლებს ტელევიზორს უყურებს და აკეთებს და ცნობილს გაკეთეს აბა თეატრი ახლა თუ არ წადი სპეციალურად თუ არ თქვენთვის აი რომელი ესე ყველა როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდად იხარჯება მსახიობის რეჟისორის ნებისმიერ თავისი შემოქმედების შესრულების დროს, მაგრამ აი რომელი არის თუ გაქვთ ან ერთი ან ორი გამორჩეული, სადაც თქვენი თავი სხვანაირად დაინახეთ ან აღმოაჩინეთ. ძალიან ახალგაზრდა კაცი ვიყავი, ქუთაისში გახდით მაშინ და გოგი კავთარაძე დადგა მე ბებია ელიგო და ილარიონი. 28 წლის ვიყავი მე. ილარიონს თამაში. ხო. ბებია ევა ხუტუნაშვილი იყო 26 წლის. ანუ ახალგაზრდული გამოვიდა. ზურიგელა იყო ჩემზე 4 წლით უფროსი. ხო, აქ თეატრა ესეთი უცნაურობები. არ ვიცნობ არავის, ვისაც აი ერთი სერია მაინც ნანახი აქვს ბოლო სეზონის და რამაზ ზე არ უყარს. დადებითად განეწყო. კი,
არის ძალიან თქვენზე შეყვარებულია მე მგონი მთელი საქართველო. აშკარად იგრძნობა რომ ქუჩაში როცა ვარდნათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულ ბიჭებში, რომლებიც დადიან ფეხბურთზე, ყველა ძალიან ბევრია, ძალიან კი. ყველა მსახიობი მაინც, როდესაც როლზე მუშაობას იწყებს, თავის ამ პერსონაჟს რაღაცაზე აფუძნებს, საიდანღაც მოდის. მარტო სცენარი არ არის. შინაგანად ვიღაც სხვადასხვა ადამიანებისგან ხასიათის ნაწილებს ხო კრებს. აი მაინც ახალკაცი იყო, ხო, აი ეგრე. მაინც ახალკაცი იყო, ხო. ხო და იმიტომ ის სტილისტურად რაღაცა მომენტები ხო გარეგნული სავითომ ხო ეს აგებული არ მეგონა რომ მივედით მე მივედი ჩვეულებრივად კასტინგიაო და ნუ ახლა რო არ მიხვიდე მე გული ხდება რა თუ არ მივედიო მივედი და ჩვეულებრივად კარგად იყავით მეთქი წამოვედი ასულ არ მეგონა რომ შეიძლება და მე დავიწყე ფიქრი, მე დავიწყე როცა დამამტკიცეს და მithres რომ და ვაკოს თურმე გადაწყვეტილი ხონია იმ დღიდანვე როცა მივედი, მაშინ უნდა და всё გარიო და მორჩო. ხო, რა ძალიან გამიხარდა რომ ამ სიბერიაში მაინც ესე რაღაცა მოხდა და შედგა. რადრო სიბერია, ასაკი შეიძლება ისაც ასულიყავ მოხდა რომ არ დაგეტოვებინ ეგეთი რაღაცა ესე ღირსეული ხო და მე მგონი რომ კაი კი ზალთან ანუ ყველა სერიაშია ფაქტიურად და ანუ არის და გავიდა გმირი არ არის ანუ თავარი როლი არ იყო ესა თუ არა თქვენ გახადეთ ესე ხო არ ვიცი ახლა მაგრამ მე დაატრიალეს და მე უკვე მეორე მესამე სეზონში უკვე ჩემზე წერდნენ ერთი დიდი სიამოვნებაა მაგ ხალხთან მუშაობა კი ოპერატორები აიღე რეჟისორები ახლა სამი რეჟისორი იღებს ვაკო კარგია გადაიღეთ მორჩა გადაღებულია ნოდარი იღებს და ნოდარი აბრატკა შევარქვით ნოდარის აბრატკა თუისი ახლა აბრატკა ხო და მე კიდე აბრატკა და ნუ აბრატკა და მესამე არის და მესამე ისეთია ძალიან წყნარი ძალიან ისეთი ხო ძალიან თითქოს პედანტურიც კი მაგრამ შედეგს სამივე ერთნაირს კი აი გარი საინტერესო ჩვენ თაზონარიმანის ფილმზე ვისაუბრეთ წინა გადაცემაში კი ბატონო კი ეს კაი და გული მწყდება ახლა რომ თავდება ბოლოს ახლა თიზერი გავრცელდა დათო დარჩიას გმირი შემოდის თქვენთან და რაზია საუბარი მაგას გეტყვი მე და ახლა ეს უნდა ნოდო მეუბნება ეს მარშანიშვილი თუ დაიწყო მეოთხე სეზონი კი გაახელ თვალებს და თუ არა აუ მართლა რაღაცა მოგონება იქნება რა თქმა უნდა სერიალი მაგითია ხო არა დაკარტყაბენ დენს და გათავდა ხო ერთადერთი მინუსი რაც შეიძლება უპოვოთ ამ სერიალს ეს არის რომ თავარი გმირი მოკლეს ნუ ამით თავდება ხო ხო სერიალი თავდება ხო გაიმარჯვეს ბიჭებმა და ეს ბედნიერი რისთვისაც იცხოვრა შედეგი მიიღო მაგრამ იცი უცნაური რა არის მე თითქმის ამეცრებლა ამაზე როცა საავადმყოფოში მოდის ჩემთან დათო დარჩიას დათო ხო ახლა რატო უნდა მოვიდეს ნაჩხუბრები არიან ისინი არიან და არ შეიძლება რო არ მეთქვა რასაც მამა ჩემი ამბობდაო ყველაზე უთქვამს სტუდიო შენს გარდა და მადლობა მინდა მოგიხადო იმისთვის რაც ოჯახის იმიტომ რომ მე პატრონობდი იმის ოჯახს როცა ხო და ეს დაჭერილი იყო და ჩემი ძმა გერმანიაში გაიქცა რეზოვისაც თამაშობს ხო იქ იყო და აი ეს პატროობდა იმ ოჯახს და აი ამ სამადლობელისთვის მოვიდა და ძალიან კაცურად აი ბიჭია ძალიან აი კაცი კი და დათოც არაჩვეულებრივად ასწავლებს ხო მაგაზე ვამბობ ხო კი ასე რომ ეს საიდუმლო გაამხილა თუმცა მე შიგნით ეთყობა ამ გმირსაც რომ კეთილი კაცია მაინც არ არის ბოროტი კი როგორც ცხოვრებაში არა ყველას თავის სიმართლე აქვს ხა ესე არ არის ცუდი და კარგი მართლა არის რაღაც არა მარტო ცუდი და მარტო კარგი არ არის ელემენტი რამე ახალი პროექტი ხო არის გეგმება ახლა პროექტი ახლა ვიღებ გიგინეიშვილთან ვიღებ რეზოსთან ებრაელები რო გადიოდნენ პირველი 18 ებრაელი ოჯახი წავიდა აი იმასია როდის 60-იან წლებში ხო საბჭოებში როგორ გადიოდნენ როცა დაიწყო გასვლა იმაზეა და იქავარ მის თამაშობ ბატონო დავით რა უნდა გკითხოთ ჩვენ მე და ნიკოლოზის ასე თქვა იდეაა რომ როგორც ამერიკელებმა 100 წლის წინ შექმნეს კინოაკადემია ჩვენ კი გვაქვს უკვე კინოაკადემია მაგრამ
ფუნქცია არ აქვს ჯერჯერობით, ხო, ისეთი დატვირთული, როგორც უნდა კონდეს. ეს როგორც ორგანიზაცია. ანუ როგორ შეიქმნა ამერიკული კინოაკადემია? მეტრო გოლდვინ მაიერის, ლუი მაიერი და თავისი 4 მეგობარი ესე დასხდნენ და გადაწყვიტეს რომ შრომითი უფლებები დაეცვათ მსახიობების, რეჟისორების, აი პროპკავშირივით შეექმნათ გილდია თუ რაღაცა. კინოაკადემია. მანამდე სხვა არის, ხო? ჯერ კინოაკადემია. როგორც პროპკავშირი ის ეს როგორც აკადემიის 1927 წელს შექმნეს კინოაკადემია, რომელიც იცავდა და კინოინდუსტრიაში დასაქმებულების ინტერესებს. შემდეგ გადაწყვიტეს რომ 2 წელიწადში რომ იქნებო ღვაწმოსილი ადამიანები, აი ჩარლი ჩაპლინი, დაგლას ფერბენქსი, ესეთი მსახიობებიო, წელიწადში ერთხელ რაღაცა სიმბოლური ჯილდოთი დავაჯილდოვოთო და ასე დაიბადა ნელ-ნელა 4 კაცი გახდა 36, მერე გახდა 270, მერე ყველანი გაერთიადნენ და იყო ის ნომინაციას იღებდა ის ავტომატურად ხდებოდა კინოაკადემიის წევრი და დღეს არის 10,000 კინოაკადემიის წევრი. თელი მსოფლიოდან. და თან ყველაზე სამართლიანი არის ნომინაციებში ჯილდოს გადაცემა და რატომ? მხატვრები აჯილდოვებენ მხატვრებს, რეჟისორები აჯილდოვებენ რეჟისორებს, მსახიობები მსახიობებს და კომპოზიტორები და ასე შემდეგ. და რაღაც ამდაგვარი რო შევქმნათ საქართველოშიც, რომ რაღაცა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში არის, აი ზუსტად ანალოგი, ოსკარის ანალოგი არსებობს. ესპანეთში გოია, იტალიაში დონატელოს დავითი, საფრანგეთში სეზარი და ასე შემდეგ, ანუ ყველა ქვეყანაში არსებობს, ბრიტანეთში ბაფტა. თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის მანძილზე თუნდაც 2 ფილმი გამოვიდეს და 1 სერიალი, ამ ხალხმა ხო იმუშავა, ხო? ყველამ თავისი უდიდესი შრომა ჩადო და წლის ბოლოს რაღაც შემაჯამებელია, პრესტიჟი არის, დაფასება არის, რაც შემდგომ უკვე ინდუსტრიისადმი მეტყურადღებას დაფასებას გამოიწვევს თვითონ საზოგადოებაში და უფრო მეტი ადამიანი რო ჩაერთოს. ეს არის აი მიზანი, რომ აი ნელ-ნელა რაღაცას გეგმავთ ჩვენ, რომ ეს შევკროთ. ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გადაცემასაც ასე ვთქვათ, სახელი ჯერ არ აქვს კინოპოდკასტი ესე კინოზე ვსაუბრობ და ესე ქვია და გადაცემის სახელსაც თუ შემოგთავაზებთ რამე ვარიანტს, კარგი იქნება და ეს სახელი ისეთი იქნება რა, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. კი, როგორ ეხა ოსკარი ნატო გამიჩნდა უცბად, ნატო, მაგრამ ეს დაკონკრეტებულია დედრობითი ის არის მაინც. კი და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე არ წავიდეს მერე. ეგ არ მიფიქრია, სულ არ მიფიქრია. არა. ვაი, რაღაცა ესეთი გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? კაცო, რაც გაკეთდება, თუ რამე სასიკეთო, ყველაფერი კარგია. რატომაც არა? არის ახლა ვარსკვლავების გახსნა, ის არის, მაგრამ წლის ბოლოს რო ყველა ერთად ვიკრიბ, ან წლის დასაწყისში რა, როგორც გამოვა თარიღის მიხედვით, რომ ყველა ეს ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანი თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ კინოში არ არის იმდენი კინო არ იქნება, ნუ იქნება ყოველწლიური, იყოს 2 წელიწადში, 3 წელიწადში ერთხელ. ყოველ წელს როგორ არა? სიტყვაზე ვამბობ. ერთი ფილმიც რო შენ ნახე, განგზობითობა გჭირდება რა. შეიძლება ესე 3-4, მაგრამ ყოველ წელს რო არის მეტი мотиваციაც აქვს რატო ვამბობ? ხანდახან არ გამოდის ის ფილმი და არც არ არის ისეთი. უნდა გამოვიყვანოთ, ეგაა ჩვენ ის არის. გამოვითაროთ ქართული. პირველი ოსკარების დაჯილდოება გრძელდებოდა 15 წუთი. და არ გადაიცემოდა არც რადიოთი, არც ტელევიზიით. უბრალოდ ესე ვახშამი იყო. იმიდნენ 15 წუთში დააჯილდოვეს. შენ საუკეთესო მსახიობი ხარ, შენ საუკეთესო რეჟისორი ხარ, წავიდნენ სახლებში. მერე მიხვდნენ რომ ამას უნდა მისცენ ცოტა სხვა სახე, უცებ პრესტიჟული გახდა და მერე უკვე წლებმა მოიტანა რომ ოსკარზე ნომინირებული ფილმები თუ თქვა თავიდან წარმატება არ ქონდა კინოში, კინოგაქირავებაში. მერე უკვე ინტერესი ჩდებოდა. და შესაბამისად მივედით ჩვენს თავარ პრობლემაზე რომ საქართველოში არ გვაქვს კინოთეატრები. ამას სხვა ხიბლია მაინც კინოში წასვლას. ჩვენ შეყვარებული რომ ვიყავით კინოში და ავდიოდით და კინოში და ეს იყო კულტურა, თან ეს ხომ ჩვენ ხო ახრიდან არ ვიგონებთ, ეს ხომ იყო ახლახანს იყო, ხო? აი, რავი, ჩვენ ბავშვობაში, თქვენს ახალგაზრდობაში იყო, ახლახანს იყო ეს. ბაზარია არა გვაქვს. მაგრამ ხონდა შევქნათ ეს ბაზარი, ანუ თუ კინოთეატრი არის, მაგალითად მაღაზია თუ არ იქნება, რაიმე ნაწარმი ხო ვერ გაიყიდება და კინო რო არ არის, შესაბამისად კინოც არ იყიდება. დღეს ახლა ჩვენი რეჟისორები კინოს იღებენ საზღვარგარეთისთვის. კი, ფესტივალებისთვის ხო? იღებენ ამ ფულს, ჩაიდო რაღაცა კაპიკებია, მაგრამ მაინც ჩაიდო და უდებთ სახში მე ეს ფილმები, პირები. კი და ეგ არის ტრაგედია. ეს ამას რაღაცა უნდა რომ რაღაცა ხომ და ამოიღოს იმ კაცმა. რაღაცა ეს ფული რომ დაიხარჯა, გინდა სახელმწიფომ, გინდა ხო დახარჯა ვიღაცამ ეს ფული. რატომ უნდა გადაიყაროს? წყალში და რატომ უნდა იყოს ასე უკმათ? ესეც საცოდაობაა. ჩვენი კინოპოდკასტის
თავარი დანიშნულებაც ეს არის, რომ ჯერ ვისაუბროთ რა შეიძლება მეტმა ადამიანმა საქმიანად, პროფესიონალურად ვისაუბროთ, რა მიმართულებები ჭირდება, რომ დადგეს იმ რელსებზე, რაც აუცილებელია, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი რეჟისორიც არის, მსახიობიც, შემოქმედებითი ჯგუფიც და აუცილებელია, რომ ამ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა გულით რის იკეთებაც უნდა ის აკეთონ რა. არ იყვნენ სხვა რაღაცებზე დამოკიდებული და ამას როგორც აი მეორე საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ ხო გაძლება, ხო კინო, როგორც ბატონმა დავითმა თქვა, მოწყურებულია ხალხი რაიონებში. აი ხა წარმოვიდგინოთ, რომ გამოვიდა ახალი ქართული ფილმი, რომელიც თქვა, ერთი თვე, ორი თვე ტრიალებს თბილისის კინოთეატრებში, ბათუმში და ქუთაისში. რა დააშავა გორში ხალხმა? რა დააშავა თელავში, ზუგდიდში რა დააშავა ხალხმა, რომ ვერ ნახა ეს ფილმი. კინო არის დღეს, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს საქმე და მთელი გული და სული გვცადებული და ეს ამოძრავებს დღესდღეობით ამას და არანაირი სხვა ფინანსური ინტერესი არ არის, მაგრამ დიდი ხნის ხელს ჩავიქნებდი. რა თქმა უნდა, ხო ამისი გაძლება ძალიან რთულია რა, რომ შენ თან კინოზე რო ხარ სხვა საქმეს ვეღარ აკეთებ და ერთჯერადი პროექტებია ხო რამდენი ფილმი უნდა გადაიღო ხო მაქსიმუმ შეიძლება 2 წელიწადში ერთი გადაიღო დაახლოებით და მან რო ხო მთელი შენი ეს 2 წელი გაცხოვროს არანაირად არ გამოდის ამიტომ სხვა საქმეებიც გასაკეთებელი სხვა პროექტები და აი ეს ძალიან მინდა რომ კინო იყოს კინოში მოღვაწე ადამიანები ეს სათანადოდ დაფასებულები და გაერთიანებულები ერთი იდეის გარშემო როცა ფული არიდება კინოში და სახელმწიფო ახლა ვერ ჩადებს სახელმწიფო შეუძლია ნება და კანონმდებლობით გამოხატოს აი რაღაცა უნდა იყოს ხარი დაუჭირდეს იმაში რომ კი სახელმწიფოს ვერც მოსთხოვე ხა ფული მომეც კინო უნდა გაავაშენო და კინო გადავიღო და მე რა დადებ სახში და გეხნება სახში არა იცი რა არის ერთი მეტად სამარცხვინო ის ჭირს საქართველოს ყოველთვის ასე იყო იმას რითიც იწონებენ თავს რითიც ამაყობენ არაფერს არ დებენ იმაში ზუსტად ხო აი გარი ძალიან ხო არ შეიძლება ამის კეთება სპორტსმენებში გამოკეთდა ახლა საქმე და არის და ღმერთმა მიცეს ყველას ისინი რაც ენერგიას აქ არის კატასტროფა როგორ შეიძლება სიმღერის ანსამბლში კაცი იყოს ბღეროდეს ქართულ სიმღერებს და ის მშიერი იყოს დიდი მადლობა სტუმრობისთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის პირადად თქვენი გაცნობა თქვენი გადაცემაში მოწვევა მიხარია რომ შეგხვდით გულშემატკივრობთ გვიყვარხართ პატივს გსცემთ და გისურვებთ ჯანმრთელობას მადლობა თქვენ რომ და ბევრ საინტერესო როლს ჩამთვალეთ ღირსად აი თქვენთან ერთად ყოფილიყავი და გვესაუბრა ასე გულახდილად პირველი სტუმრიანი გადაცემის პირველი სტუმარი ხართ რა და კეთილი იყოს თქვენი ფეხი დიდი მადლობა გაიხარეთ და წარმატებები მინდა გისურვოთ და იმ ოცნებების ასრულება რაზეც ახლა ვილაპარაკეთ ახლა და ღმერთმა ქნას რომ ასრულდეს